მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ რაზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გადავიღებთ შაბათის ადმინაბიუსს. არ ვიცი, როდის დავდებ ვიდეოს, შეიძლება უშუალოდ დავდო, მაგრამ მაინც სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოეწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი, გააქტიუროთ ძალისხმელაკი, ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით. ასევე იქნება თხოვნა, რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, სადაც ვარეკლამებ ჩემ Roblox-ის ქართულ თამაშებს. სერვერის ლინკი იქნება აღწერაში და ყველაფერს ვინც გაკეთებს ვიქნები მადლობელი და წინასწარ გიხდით ყველას მადლობას, ვინც აი ამ ყველაფერს შემისულებს. ეხლა რა ხდება მეგობრებო, სადღაც 4 წუთში უკვე დაიწყება ადმინაბიუსი, ასევე სერვერზე არის ჩემი alt account-ი, რომელიც შეიტანს lucky block-ებს თუ არ დამეტია ბაზაში, რა თქმა უნდა. ასევე მეგობრებო, აბიუსზე წაშლიან ბრეინოდ დილერებს და ტრეიდერებით ჩაანაცვლებენ რა, როგორც გავიგე. ასევე აბიუსზე მეგობრებო, ინიენგის მუტაცია გაქრება სამუდამოდ აღარასდროს აღარ დაბრუნდება, შეიძლება დაბრუნდეს იშვიათად, მაგრამ თამაში ამავე წაიშლება. ინიენგს ჩაანაცვლებს ტოქსიკური მუტაცია და როგორც გავიგეთ, ტოქსიკური მუტაცია იქნება რეინბოუზე ძლიერიც. ეხლა კი მეგობრებო, რადგანაც ყველაფერი გითხარით, მოდი დაველოდოთ აბიუსს და რომ დაიწყება აბიუსი დაგიბრუნდებით. ოპა მეგობრებო, დაიწყო უკვე აბიუსი და ბრეინოდ დილერი ჩანაცვლა ტრეიდერით. და ესე გამოიყურება ახალი მუტაცია, ძმა ნახე. და სპინი აგერ დაიცა. დავსპინოთ აბა. და ლავაკა ვაფშე აღარ არის სპინზე, ეხლა იქნება secret lucky block-ი რა. თუ დავაგდეთ ძალიან მაგარი იქნება და ძალიან იღბლიანები ვიქნებით. მაგრამ მეგობრებო, ახალი ტოქსიკური მუტაციით არაფერი გამოდის და ეს რა არის? დაიცა. ანკეზე დაიცა. ვიყიდეთ, ავიღეთ და რა ხდება? ახლა თეოზაობა შეგვიძლია თუ რა ხდება, ვერ გავიგე. არ ვიცი მეგობრებო რა ხდება, მაგრამ ცადოთ აბა. დიდი ხანი უნდა გავაჩეროთ, ხო? This update we added lot of stuffs. ბევრი რაღაცები დავამატეთ ამ update-ზე და დაიცა. ხო დო ბიჭო, ბრეინოტების თევზაობა შეგიძლია და მიდის ახლა ჩემ ბაზასთან, შეხედეთ. წავიდე. მაინტერესებს ახლა რა მოხდება. წავა ჩემ ბაზასთან და უეჭველი აქ გაჩნდება, აი აქ. გავყიდოთ მაინც უნდა, იმიტომ რომ ბანძობა ეს ბრეინოტი და შეიძლება ვაფშე მაგარი რამე დავაგდოთ, აბა ვნახოთ. კარგით, დაველოდოთ აბა ისევ და ვნახოთ რა მოხდება. ავტოკლიკერი გჭირდება, არ მგონია, დავაჭიროთ თვითონ. ეს რაღაცა დიდხანს უნდება და შეიძლება რამე მაგარი დავაგდოთ? ნეტა? ეს რა არის? ბელუ? ასე მარტივად ბრეინოდ გვიდი დავაგდეთ, ბანძობა, მაგრამ მაინც. ახლა ასაც ვიზამ, გავყიდი და შეიძლება გავაგრძელოთ. და ერთი გიხვა მაგ ამასობაში, აი, ტოქსიკური მუტაციის ბრეინოტები რატო არ გამოდის? აი ხო დაიმატა რაღაცა მუტაცია და რატო არ გამოდის? მივაინდექსო მაინც, დიდხანს უნდება, ესეც ძალიან მაგარია ეს. ყე მომწონს და აბა ნახოთ 45. ლოსტრალეიტო ზღადაო? ბანზი კი ამარა სიკრეტებს ასე მარტივად თუ დავაგდებ, შეიძლება რამე მაგარი დავაგდოთ დღეს ამ ვიდეოში და 3 ხაზი გაიხსნა უკვე. მეგობრებო, სულ ასე დავარდება ლოსტრალეიტოს, ან კიდევ ძალიან გამიმართლა მე. და აღარ გამიმართლებს ასე და გავაგზავნოთ აბა კლიკი. მიდი. დამიგდე რამე წესერი გთხოვ. არა მეგობრებო, აშკარად ძალიან მარტივად შეგიძლია ბრეინოდ გოდების დაგდება და სიკრეტების და ყველაზე მაგარი რასაც დავაგდებ, მაინტერესებს აიქნება. კარგით მეგობრებო, თუ ამ ვიდეოს დაალაიქებთ, რაღაც მაგას ავაგდებთ ჰაერში. მიდით. დაალაიქეთ და მაგის ბრალია რა. სემინდასნება, დაიცა ეს წამშრალოთ და მეორეც და ვიცი ხა რასაც ვიზამ. ბაზასთან ახლოს ვითევზავებ, ბაზასთან ახლოს და რო შევა ჩემ ბაზასთან, ეგრევე გავყიდი. გააჩინია სულია თუ კარგი. კარგს რა თქმა უნდა არ გავყიდი. როგორ შეიძლება ეგრე? ბრატ, კაი, რამე წესიერი. ტული ჩიმა, ახლა ეს როგორ არ უნდა გავყიდო. გავაგზავნოთ მეგობრებო ჩვენი თევზაობა და სემი არაფერს არ ასპავნებს ამ ადმინაბიუსზე თუ რა ხდება. მიდი. დამიგდე რამე წესიერი და შედი რა ჩემ ბაზაში ჩოვლებრივად. მე მგონი იწყებს ივენთებით და W update-იო. კი, სემი W update-ია, პროსტა არ ვიცი როგორ გამოიყურება ტოქსიკური მუტაცია, რადგანაც არ გამოდის ტოქსიკური ბრეინოტები. გამოვიდეთ მოდი გარეთ ეხლა და რა ვნახოთ? ტრეიდერები ვნახოთ, აბა რა ხდება. თუ დილეში გაგითავდებოდა უცებ და ვერ მოასწრებდი ყიდვას, აქ 100-იანი ყიდულობ თუ დაატრეიდება, თქმა უნდა. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა მეგობრებო და აბაცალოთ კიდევ თევზაობა და აქ მუტაციას თუ აიტყავს, ვაფშე მაგარი იქნება, ოღონდ ჯერ რამე მაგარი უნდა დავარდეს. ამანაც არ უნდა აიტყავს, სიო გავყიდი ამას.
ამას მე არ დავიტოვებ ხალხო. მიდი შემოდი. აი რაც ამ დაიწყას. დაჟე ზმაც არაფერი არ აუტყია, დაიცა გავყიდო უცებ. და გავაგზავნოთ ჩვენი თევზაობები და ამბები და დილენში რამე სხვები ვიშოვი დღეს. აუф მეგობრებო, რა მაგრა ვიშოვი, 10 ლაგრანე გვინდა მინიმუმ რომ რამე ვიშოვოთ წესიერი მინუტები. სადამ ხმელაგრანდე. ნუ თუმოჩქეთ, მონობელი ვიქნები. კარგი მეგობრებო, ეხლა ასვიძამ. ავაჩქრებს და კადრს და რამე საინტერესო რომ მოხდება გავაჩერებ ისევ. მითიკური ლაკი ბლოკი და ტოქსიკური მუტაცია ადოს ლაკი ბლოკებს ასპაუნებს თუ რა ხდება და ბრეიოდ გოდი ლაკი ბლოკები ყველაფერს დაედო ახლა ტოქსიკური მუტაცია და თაკო ლაკი ბლოკიო დაიცა ვიყიდო ჩემი ალტ აკაუნთი ჩქარა ნახეთ ბიჭო ტოქსიკური მუტაციაა და ვაფშე ყველაფერს აი იმედია აქ რაღაცა მაგარი დავარდება და ნახოთ აბა როგორია ტოქსიკური მუტაციასთან კარგი მეგობრებო მეც ახლა ვიყიდი რამეს და აუ კიდო სოპერდა ჩაბნელდა. იმედია ხა რამე არ გამექცევა. აი არ მაინტერესებს რამე არ გაიქცეს. ლოს ლაკი ბლოკები, დავე ადმინ ლაკი ბლოკებიც ვიყიდოთ. სადაა სხვები? სხვები სადა? კაი, მეტი აღარ სპაუნდება თუ რა ხდება. ხო, ჩატში მოტო ერთი ლოს ლაკი ბლოკები ეწეა და unboxing-ი ხო არ გვექნა, თუ კიდევ გააპირებს დასპაუნებას. არ ვიცი მეგობრებო, აპირებს თუ არა რამის დასპაუნებას, მაგრამ იმას ვფიქრობ ეხლა დავასპაუნო კი არა და unboxing-ი ქნა თუ არა ეხლა. ასევე მეგობრებო, ნახე კომენტარები, რომლებიც იძახდნენ, რომ რაზოლ არ გინდა, რატო ხსნი ლაკი ბლოკებს ადრინაბიუსის დასრულებამდე, მერე გახსენი, მერე. უპასუხებ ახლა კითხვას და გაიგებთ თუ რატო ხსნი ლაკი ბლოკებს ადრინაბიუსის დასრულებამდე და ადრინაბიუსის დროს რატო ხსნი რა. სხვა სტილზებიანთის იუთუბერებისავით 4 აკაუნთი არა მაქვს და რომს კონდეს არ შემეძლება გაკონტროლება ყველასი ერთად. შემიძლია მარტო 2 აკაუნთის გაკონტროლება. და ამ აკაუნტზე მეგობრებო, თავარ აკაუნტზე მყავს ბენოტები ისედაც და ლაკი ბლოკებით მარტივად იტენება ბაზა უკვე და ივსება ადგილები. ნუ ალტ აკაუნტზე შედარებით ბევრი ადგილი მაქვს, მაგრამ მაინც იტენება. ამიტომ მეგობრებო, რომ ხსნი პირდაპირ და რამე ბანზობები თუ იქნება ვშლი, რამე კარგი თუ იქნება მიხარია და ვიტოვებ. ამას ვაკეთებ იმიტომ რომ შეიძლება სემ ნებისმიერ დროს ისევ დაასპაუნოს ლაკი ბლოკები და რა ის მეგობრებო იქნება ლაკი ბლოკში ზის რამე ძალიან მაგარი ბენოტი როგორც აი Lost 6-7 მაგალითად და გარბის გექცევა აი მე რა უნდა ვქნათ იმედი მაქვს რომ ჩემმა პასუხმა უპასუხა თქვენ კითხვას და რა ვიცი მეგობრებო უკვე გესვენებათ თუ რატო ხსნი ადრინაბიუსის დროს ლაკი ბლოკებს unboxing-ის დროა ბრატ დავიწყოთ Lost ლაკი ბლოკებიდან და ვნახოთ რას დავაგდებთ გთხოვ რამე მაგარი ხადო ბიჭო რადიოაქტიური მუტაცია აი ამდენს იძლევა 1.7 მილიონი ძმა Lost Untuxitos უმუტაციოდ ალბათ ყველაზე მაქსიმუმ როგორც მახსოვს 300,000 იძლევა და ამდენი თუ ემატება ძალიან უპი იქნება ნუ მეორე სასუზეს უნდა გქონდეს წესით რამე არა მაქვს სულ ეს იყო unboxing-ი თუ რა ხდება არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ აი აქ მაქვს უკვე თაკულაკი ბლოკები. მოვა ეხლა ჩემი alt account-ი და გახსნის ყველა თაკოებს. მოვიდა. მიდი გამიხსენი თუ შეიძლება ჩემი კუთვნილი ლაკი ბლოკები და რამე თუ არ მომეწონება წავშლი ეგრევე. ან კი მერე. კარგით მეგობრებო, გახსნის ეხლა და მაშინ შემომატრიალებ ეკრანს. კარგით. ბანზობა წავშალოთ ვაფშე. წაიშალა მეგობრებო ასე მარტივად და ეხლა დარჩა ბოლო ლაკი ბლოკი. გთხოვ რამე მაგარი დააგდე. გთხოვ. ძალიან მინდა ეხლა ბენოტებით მოვიხოდო რა იყო სემი, მიდი გთხოვ. მიდი სემი თუ უყურებ, აუ. წაშალე რა. წაშალე. ოპა მეგობრებო, კლავიატურა დაასპაუნა სემიმ რიტუალისთვის, მაგრამ რიტუალი მე არ მჭირდება დიდად. რამე თუ არ აიტყა, მომიწევს სამწუხაროდ გაუშვა. გთხოვ ძმა, ტაკო და ის მაინც აიტყი. აი ჩიკლეტერა დასპაუნდა. ნუ ჩიკლეტერას ივენთი და ჩიკლეტერა მაინც აიტყი. ან ის აიტყი ბაბულგამი, არა ბაბულგამი გაიარა უკვე მაგისკენ. თაკო. აი გიყიდი და რამე თუ არ აიტყი ეგრევე წაგში მარტივად. მიდი გიყურებ. მიდი, აუ შენი დებილი დიდა.
Unboxing-ის დროა მეგობრებო ისევ და ისევ. ამჯერად მეგობრებო ტოქსიკურ მუტაციასთან ერთად თაქოს მუტაციას აიტყა და აი კარლო მაინც ასეთი ბანძია რა და ასე ბანძად დარჩება. ტიპს ამ დროისთვის საუკეთესო მუტაცია ედო და მაინცაც ცოტას აკეთებს ტიპი. ნუ რა გაეწყობა მეგობრებო მეორე ლაკი ბლოკმაც თაქო აიტყა, ლოსმაც თაქო აიტყა, ძალიან მაგარია და ვნახოთ რა დავარდება. ალესიოს ასეთი ბანძი დარჩა. ერთი სული მაქვს მეგობრებო ისე ლოს ლაკი ბლოკს ოდის გავხსნით. მიყვარს ისე ეს ლოსების გახსნა. აი ჩემი ესეთი საყვარელი ლაკი ბლოკია რა. მიდი ეხლა დამაიმედე და რამე კარგი დააგდე. თან კარგი მუტაცია გაქვს და ძალიან გამახარებ. მიდი აბა. გავხსნით მეგობრებო და ვნახოთ. ოჰოჰოჰო! ბანზია ბრეინოტი, მაგრამ ისეთი მაგარი მუტაციები აქვს 2.4 მილიონ დოლარზე ავიდა. კაი აბა ეს ვნახოთ თუ რას დაგვიგდებს. ძმა, ლაგრანდე კინაღამ დავაგდე. შენ რა თმინდებ ხარ? ოი, ასევე მეგობრებო, ასევე. ჩემმა ალტეკაუნთმა წეღან დაიჭირა ლაკუკარაჩარა და ვნახოთ აბა როგორია. 8 მილიონი წამში? დავაი, ავიღოთ. აი ეს უკვე მომწონს. აი ესა ნაღდი ადმინაბიუსი რა 8 მილიონი წამში. ჩემთვის აი ძალიან უპი მაგალითად. თან ეს რადიოაქტიური მუტაცია ასაც დავაკვირდი. აი ძალიან გიჟობა ხა ხო აი ინიენგი უნდა წაშლილიყო ჩემი აზრით და რადიოაქტიური რო შემოიღეს ძალიან მაგარია. მადლობელი ვიქნები თუ სემის დეველოპერული გუნდი ისევ დატოვებს ამ თამაშში რადიოაქტიურობას. ანდაც თუ წაშლიან იმედი მაქვს მეგობრებო რამე რაც ჩანასწრეს ამ მუტაციას იქნება რადიოაქტიურზე უკეთესი და ეგ უკვე ვაფშე გიჟობა იქნება. წარმოიდგინე ნუბინი რო აიტყამს რაღაცა მომავალში მუტაციას და ეგ მუტაცია მილიონობით უაკეთებდეს დოლარებს. ახლოს ვთქვათ მეგობრებო მაგ მომავალთან ძალიან მალე გვექნება თუ ამდენი მუტაციები ემატა თამაში. ო მეგობრებო ტოტო სახური დაასპაუნა და აუ არა იტყავა ვულგამი კაი რა ძალიან მაგას გააკეთებდა ეხლა აი ძალიან ბლომად გააკეთებდა ფულს. სემის მაგას იზამდა ამ ბრეინოტისთვის რომ მიეტყა ერთი მუტაცია მაგრამ მაინც ვიყიდით კაია მაინც უმუტაციოც. რა ბიჭო ჩიკეტას დავასპაუნებო ძმა? რა? ძმა მაგრამ მევასება ბრეინოტი მართლა დაასპაუნოს აი მაგარი იქნება. რა დაიცა ხმა იყო გარეთ. დაიცა ძმა. დაიცა. ბიჭო ხوار ხადაობ. ვაიმე. ბიჭო. ხადაობ ჩიკეტერა დასპაუნდა. აუ ყველაზე მაგარი ადმინაბიუსი არ მაინტერესებს. მე არ მაინტერესებს სხვა რა სიტყვის, ჩემთვის ეს არის ყველაზე მაგარი ადმინაბიუსი. მუტაცია რა იტყა, მაგრამ დიზაინისთვის მაინც მექნება. ნუ ყველას ეყოლება ეხლა თავიანთი საყვარელი ბრეინოტები თავისი დიზაინის გამო და ჩემი არის ჩიკეტერა რა. თლად რო ბევრს არ აკეთებდეს, მაინც მაგარი იქნება რადგანაც. მომწონს მოდელი და თვითონ ბრეინოტი რა ჩემი საყვარელი ბრეინოტი არის და ვიტოვებ ამას. აი ეხლა ზევით ავიყვან ამას. მაგრამ პრინციპში ზევით უნდა იყოს ეხლა წესით ხო ავტომატურად ავიდეთ აბა აი აქ არის სიო ეს აქ დარჩება სამუდამოდ არ მაინტერესებს ფიშო ჩიკეტერა დაასპაუნა ვაიმე რაც თამაში ვარ შემოსული სიზებერინოჩი მინდოდა რომ სულ ჩიკეტერა მყოლოდა აი ერთი მაინც ხო და ახდა რა ეგ დღეც კიდევ კაი მეგობრებო ამ შაბათის აბიუსი არ გამომიტოვებია თორემ თავს მოვიკლავდი ძმა რო გამეგორო ჩიკეტერა გამოვტოვე ვაფშე ბიჭო რიტუალი ერთი წელი ჩიკეტერა მჭირდება და შეიძლება ლოსი დავასპაუნო ადმინაბიუსზე. კაროჩე ხახო ვინმეს ვისაც მაგრად გაქვთ მოხდილი ბაზა და ჩიკეტერა აქ ჭირდება და უმუტაციო გიგდიათ თქვენს თხონა რომ დაწეროთ კომენტარები მიჯიგროთ თუ მიჯიგრეთ მართლა ძალიან მადლობელი ვიქნები. ვიდეოშიც გამოჩნდებით და რიტუალსაც გავაკეთებთ რა წესით. აი ლოს ჩიკეტერა რო დასპაუნდეს ადმინაბიუსზე და ევენთები რო იყოს ჩართული. ვაფშე რამდენამეს აიტყამს ზმა გადავთაზე ხარ. მთლიანობაში მე მომეწონა ეს ადმინაბიუსი W7 მეგობრებო W მაგრამ ნახოთ თევზობით ას დავაგდებთ და რა თქმა უნდა თევზობით არაფერ კარგს არ დავაგდებთ. რავი დაგიუნდით მეგობრებო ჯერ კაი არაფერი არ დამიგდია აქედან და ეს რა არის? ო ლოს ორკალელიტოსი და რადიოაქტიური მუტაცია ადევს ძალიან მაგარია და სპინებიც ავიღეთ და გადაამაგდო ამ ეფექტმა რა იყოთ რა მიდი ხა გამისროლე რა გენაღულება შეიძლება დასპაუნდეს ამე და ვაფშე ვერ ავიღო თქვენ გამო 4 სპინი გვაქვს და ვნახოთ აბა რას დავაგდეთ. გთხოვ რამე წესიერი. არაფერი მეგობრებო, ისე ვქნათ 1 სპინი. დავცოვოთ ვანე ბოლომდე, ისევ არაფერი. გთხოვ სიკრეტ ლაკი ბლოკი მინდა. სიკრეტ ლაკი ბლოკი და სიო რა, მეტი აღარაფერი. ან სლეპი მინდა და სიო რა სულ ეს იქნება.
აუ ბოლო არის ეს ისე და რამეს დავაგდებ? რა თქმა უნდა არა. ისევ და ისევ unboxing-ის დროა, დავიწყოთ თაკოთი და ვიცი უკვე რომ ბრენდ გოდ ძაღს დავაგდებთ და არა. ცოტა უკეთესი დავაგდებთ, მაგრამ მაინც არ გვინდა. რადიოაქტიული რო ყოფილიყო, ეს უკვე ძალიან უპი იქნებოდა. აბა სხვა გავხსნათ, უმუტაციო ვაფშე. უკვე თავიდანვე ვიცი რომ რაღაც დებილობა ძაღს დავაგდებ, ამიტომაც არ შევხედავ და რო შევხედავ თავს მოვიკლავ. არ ვიდა ეს სახლი. არც თავის მოკლე არ ვიდა. მესამე ვნახოთ, აბა. მესამეზე არაფერი მაქვს. აბა გადავიდეთ ჩემ ალტეხამუთის ბაზარზე, სადაც შევინახე რაღაცეები. მეგობრებო, რო აედიტებდი ახლა ამ ვიდეოს, შევამჩნიეთ ძალიან ცუდი რაღაცა, ამას შეხედეთ. სწორად ვიხდით მეგობრებო, რადიოაქტიული სპუკი ლაკი ბლოკი გავმაზეთ. და ეხლა რო აედიტებდი, მაშინ შევამჩნიე ეს. ჩემი ლაკი ბლოკი. როგორ ვერ დავინახე? კარგით მეგობრებო, დავიწყეთ unboxing-ი ჩემს alt account-ზეც და მეორე სათუზეც მაგ და წაშალე ვაფშე, წაშალე. ვისაც უნდა ეს შენი კარლო, მიდი წაშალე. Good boy. მოდი ახლა გავხსნათ მეორე და იმედია აქ რამე მაგარი დავარდება თუ არა და მოუწევს წაშლა. სამწუხაროდ უნდა წაშალოთ. მიდი წაშალე თუ შეიძლება. გადავინახოთ უკვე ბოლო სათუზე და ბოლო ლაკი ბლოკები გავხსნათ და უკვე გული მიგზნობს რომ არაფერი არ დავარდება, მაგრამ მოგეხსენებათ რომ სახში მაქვს მე თხელი კედლები და რამე კარგი თუ არ დავარდა ლაკი ბლოკებიდან ყვივა ბლოხმაზე და მეზობლები მივარდებიან. კარგი. 3 2 1 დადგა მეგობრებო ფიშინგის დრო და 2.4 მილიონი ეს მომწონს მეგობრებო, ამას ვიტოვებ, არ წავშლი, შეიძლება მე ეს რამე ავიტანო და გავაგზავნოთ, ხო, გავაგზავნებ ახლა ამას, ავიტან ზევით და ვსიო, გავაგზავნოთ თევზაობა, ვითომაც არაფერი არ მოხდარა და იმედია უკეთესად დავაგდებთ, ან ამ ნაის ვაფშე. კარგით მეგობრებო, თუ დალეგებთ ამ ვიდეოს, ძალიან მაგარამის დავაგდებთ. Los Alleitos და 5.5 მილიონს საკეთებს. აი, ხო შეგძლებიათ მეგობრებო, ხო შეგძლებიათ. დავაგდეთ თუ არა 5.5 მილიონიანი ბრენოტი. ეს იმიტომ, რომ თქვენ ვიდეო დაალაიქეთ, ბრატ. სიმონ, ტო, რაია, ტო. კარგით მეგობრებო, უცებ ახლა თუ აღს გამოიწეთ, მეორე ამნაირს ავიღებ. აი შეხედეთ. დაიცა. ოპა! ხედავთ მეგობრებო, მე აქ ტყუის კი არ ვიძახი. მეორე ამნაირი ავიღე ზუსტად 5.5 მილიონი. ამას გვერდზე ხო არ მიუდო? არა, ამას ავიტან ზევით. ეს დავაგდე იმის დამსახურებით, რომ ვიღაცამ ეხლა ადგა და ჩემი არხი გამოიწერა. მადლობა წინასწარ არხის გამოწერისთვისაც და ბრენოტისთვისაც. კარგით მეგობრებო, სადაც არის უნდა გავიდე ეხლა ადგანას. მე მგონი სემი მორჩაებიუს და იმედია რამე დავაგდებთ რა რამე კარგს ბოლოს და მეღადავები ხო? ანუ მეღადავებით გრეიპუსი მედუსი დავაგდეთ 8 მილიონიანი. თქვი თუ არა რომ რამე კარგს დავაგდებთ თუ არა? ანუ მეგობრებო, უმუტაციო გრეიპუსი იძლევა 1 მილიონს და ასეთი ძლიერი არის რადიოაქტიური მუტაცია. შეხედეთ მეგობრებო, რამდენი მომიმატა. არ ვიცი მეგობრებო, როგორ არ უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო. ნახე რამდენი იღბალი მაქვს ხალხო. იმენა იღბალა ვარ, რაზოლ იღბალა რა. რაზორებალ კი არა, იღბალა. დღეისათვის ეს იყო ალვინაბიუსი. იმედია მოგეწონეთ ეს ვიდეო. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, მის უყურა. თუ მოგეწონეთ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მთავარი გააქტიურეთ ზღილაკი. წინასწარ მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც ამას გამიკეთებს. თქვენთან იყო რაზორებალი, შემდეგ ალვინაბიუსაც გადავიღებთ თუ დაალაიქეთ ამ ვიდეოს და რა ვიცი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი!